გამარჯობათ. დღეს 11 მარტია. ეს გლიოკოლაძინის პრეპარატისაგან რომ მივიღეთ ტრიხოდერმა ჰარციანუმი. ხედავთ. ტრიხოდერმა ძალიან კარგად განვითარდა, მაგრამ სუფთა კულტურა არ არის. თუ ხედავთ აქ ეს ადგილი განსხვავებულია. ეხლა უფრო მეტი შესაძლებელია ყოფილიყო, მაგრამ პრეპარატი როგორც ჩანს საკმაოდ ხარისხიანია. ეს ეტყობა მუკორია, ახლა ასე 100% დარწმუნებული არა ვარ. მაგრამ რაც არის, ეს არის. ძირითადი არის ტრიხოდერმა. ეხლა ჩვენ გვინდა რომ აქედან სუფთა კულტურა მივიღოთ, თუმცა ეს მაინც შეიძლება ითქვას მზა პრეპარატის პირობაზე ძალიან სუფთად ითვლება. იმიტომ რომ დანარჩენი სულ ერთგვაროვანი ტრიხოდერმის ზრდა გვაქვს, ეს დამახასიათებელია ტრიხოდერმა ჰარციანუმისათვის ეს სურათი. ეხლა ცოტა ხანში აქედან გადავთესოთ სხვა ცარიელ გელებზე, გელის თებშები, პეტრის ფინჯნები ცალკე რამდენიმე მოვამზადე ადრე, თქვენ ეს ნახეთ როგორ მოხდა. ეხლა მე აქედან გადავთესავ სხვა პეტრის ფინჯნებზე, იქ სადაც არის ეს მწვანე ნალექი. ეხლა ვიქცევი შემდეგნაირად. ვიღებ ერთ პეტრის ფინჯანს, რომელიც მასივრის ტემპერატურაზე იყო შენახული, ეს ადრე დამზადებული და უთესავია. შემდეგ აქედან უნდა გადავთესო ამ ინსტრუმენტის საშუალებით, ეს იმედია გახსოვთ. ეხლა მე ამას ვაცხელებ ხედავთ ალბათ სპირტკურაზე, სანამ არ გაცხელდება. გავარვარ და გაწითლდა. საკმარისია სპირტკურა გადავდოთ კამერიდან გვერდით. ეხლა ეს ჯერჯერობით ძალიან ცხელია, ცოტა ხანი უნდა ვაცალოთ, სანამ გაგრილდება. და შემდეგ იმ მუქი მწვანე ერთგვაროვანი ფენიდან უნდა ავიღოთ და გადავიტანოთ ამაზე. ორი-სამი წუთი გაცივისათვის არის საჭირო. და ახლა ავიღოთ აქედან და აგვერდით. ავიღე და წავუსვი ამ გელზე. ეს სრულიად საკმარისია, რომ გაიზარდოს. ეხლა ამას უნდა დავახურო თავი, წავაწერო და გადმოვატრიალო. ეხლა ერთს კიდევ ასეც გავაკეთებ. ამისი გასტერილება რამდენჯერმე არ არის საჭირო, იმიტომ რომ ერთი და იგივე რაღაცას ვეხები ამით. როგორც კი სხვა მიკროორგანიზმზე გადავალ, მაშინვე ის აუცილებლად უნდა გასტერილდეს. ეხლა ესენი ამოტრიალებული უნდა დავდო აქ. რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა წავაწერო. ამას კიდევ დავაკვირდეთ, ძალიან მაინტერესებს რა არის ის სხვა მიკროორგანიზმი, რომელიც ამაში შეიპარა.
და რომელიც სხვადასხვა იზრდება, ანუ ტრიხოდერმას გადაურჩა სავარაუდოდ შეიძლება იყოს ასპერგილი, შავი ასპერგილი, ან სულად შეიძლება იყოს პენიცილი. ეს არის გადათესვის პროცესი. ეხლა ესენი მას მერე რაც წავაწერ, უნდა ესე თავდაყირა მოვათავსო 25 გრადუს ტემპერატურაზე. ასე რომ არაფერი რთული ამაში არ არის. სპირტკურის შეცვლა რითიც შეიძლება, ადრე გითხარით ის შეიძლება შევცვალოთ სანთლით, თუნდაც აი ზაჟიკალკითაც შეიძლება ცოტა ხანი დავანთოთ ზაჟიკალკა, გამოვწვათ ეს, უпроსტად გავასტერილოთ, ანუ უნდა წითლამდე, წითელემამდე ასე ვთქვათ, გაწითლებამდე უნდა გაცხელდეს. ეხლა აი ისევ გავასტერილებ, აქ ზედა რაც იყო დაიწვა, აი შეხედეთ, როგორი წითელი ფერი აქვს, ჩანს მე მგონი. და აქ ზედა რაც იყო ის დაიწვა, ეს ისევ სტერილურია. შენახვისას რა თქმა უნდა, მასზე რაღაცები დაიკრება და ყოველი გამოყენების წინ უნდა გავასტერილოთ. ეხლა სპირტკურა ჩავაქროთ, ეს ძალიან მარტივია. ოპა. ჩამქრალია უკვე. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.